როგორც გენდერის მკვლევარს რაც შემიძლია ძალიან ცალსახად თქვა არის ის რომ ეს სიტყვა იძლეოდა იმის საშუალებას რომ მაგალითად ფემიციდი რომელიც ქვეყანაში არის საკმაოდ დიდი პრობლემა ამის კატეგორიზების საშუალება გქონოდა ანუ ადამიანი ვიტყვით უშუალო ბოლომდე ქალი რომელსაც მოკლავს ქმარი ეს кейსი არ ყოფილიყო უბედური შემთხვევა ან პირდაპირ განხილული როგორც სასტიკი მკვლელობა მხოლოდ რომელსაც არანაირი სოციალური საფუძველი არ გააჩნია თუ კი ამას ვხედავთ როგორც ინდივიდუალურ кейსებს ინდივიდუალურ შემთხვევებსაც უბრალოდ რაღაც მომენტში მაგალითად წყობილებიდან გამოსულმა უბრალოდ თუ კი შეიძლება თქვას წყობილებიდან გამოსულმა ქმარმა მოკლა ცოლი თუ წყობილებიდან გამოსულმა ყოფილმა შეყვარებულმა მიაკითხა უნივერსიტეტში ყოფილ შეყვარებულს და მოკლა ქალი თუ კი ესე განვიხილავთ არანაირი ბერკეტი აღარ გრჩება იმისთვის რომ ეს პრობლემები არ იყოს განმეორებადი. იმიტომ რომ როგორც თქვენ თქვით ცოტა ხნის წინ კატასტროფები ხდება, რაღაცეები ხდება მართლა, რაღაცეები ხდება, რაც შეიძლება არ გქონდეს კონტროლი. ეს რაღაცეები მოხდება კიდევ უფრო მეტად თუ კი ის რაღაცები არ იქნება სისტემაში მოსული და სისტემიზებული და რაღაცა სახელები არ დაერქმევა. ეს სიტყვა გენდერი იმის საშუალებას იძლეოდა რომ ფემიციდი ყოფილიყო იდენტიფიცირებადი და ამავდროულად რაღაც ტიპის საქმიანობები გაწეულიყო იმისათვის რომ ფემიციდის რიცხვი ქვეყანაში შემცირებულიყო. რაც მოხდა, ანუ ხდებოდა წლების განმავლობაში